დიდი მადლობა. მოგესალმებით პირველ რიგში. პატივია ჩემთვის თქვენთან მოკლედ ამ საინტერესო თემით წარდგენა და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. გაბატონო ნიკოს, გაბატონო ანას და მოკლედ ყველას ამინდა გამოჩნდა. გაიხარეთ. უბრალოდ დამედასტურეთ, რომ ხმა კარგად ისმის და ეხა ეკრანს რო გავაზიარებ. დიახ. ხმა ძალიან კარგად ისმის ეკრანი. დიდი მადლობა. ჩემი პრეზენტაციაც ჩანს, ხო? კი, გასწრებით. კი, მოგესალმებით, მოკლედ, მე გახლავართ მაია ბლადაძე, კომპიუტერ ტექნოლოგიების მასწავლებელი და ამჯერად წარმოგიდგენთ კერძო სკოლა ნიკეს. ბოდიშ გიხდით, ეხლა ახმავდა ყველაფერი ბოდიში. არა, უშავს, არ შემოდის ძალიან ხმაური. ამჯერად ავხურა, კაცად. როგორც მოგახსენებთ, ესე იგი, დღეს თქვენს წინაშე მაქვს პატივი წარმოვადგინო თემა კომპიუტერული ტექნოლოგიების როლი, ასე ვთქვათ, საგაკვეთილო პროცესში და ჩემი ძირითადი ფოკუსი, ესე ვთქვათ, იქნება დღევანდელ ეპოქაში, არა მარტო საგაკვეთილო პროცესში, უბრალოდ დღევანდელობა მოიცვა, როგორც მოგეხსენებათ, ხელოვნურმა ინტელექტმა და შესაბამისად საგაკვეთილო პროცესში მისი ინტეგრირება ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მე თუ მკითხავთ და შესაბამისად ამ მზარდ როლს განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია და შეუძლია ზოგადად ხელოვნურ ინტელექტს, ანუ AI-ის ტრანსფორმაცია მოახდინოს სწავლების მეთოდებზე, გაუმჯობესოს როგორც სწავლების, ასე მოსწავლეების გამოცდილება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამისი დანახვა გნებავთ კონფერენციების სახით იქნება ეს თუ სხვადასხვა ვორქშოპები თუ სხვადასხვა, ესე ვთქვათ, ღონისძიებების სახით, ზოგადად ყველა კომპიუტერ ტექნოლოგიების მასწავლებელი და არა მარტო კომპიუტერ ტექნოლოგიების მასწავლებლები დავაინტერესოთ, ესე ვთქვათ, რომ მე დარწმუნებული ვარ ინტერესით უყურებენ, მაგრამ უფრო ესე ვთქვათ, პრაქტიკაში ინტეგრირება რომ მოახდინონ საგაკვეთილო პროცესში, ამ ესე ვთქვათ, ციფრული ტრანსფორმაცია რომ მოხდეს ზოგადად ამ ესე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის როგორც ესე ვთქვათ, სწავლების ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი, ესე ვთქვათ. შესაბამისად ციფრული ტექნოლოგიები ცვლიან სწავლების მეთოდს, ტრადიციული სწავლების მეთოდები ვითარდება. შესაბამისად ინტეგრირდება და ესე ვთქვათ, ინტეგრირდება თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტებთან. სხვანაირად ერთ წარმოგვიდგენია ალბათ ზოგადად საგაკვეთილო პროცესში განვითარების ეს საინტერესო გზა, რასაც ესე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ქვია საგაკვეთილო პროცესში. აქტიური გამოყენება სკოლებში მნიშვნელოვანია, სკოლები სულ უფრო მეტად იყენებენ ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებლად და მისასალმებელია ბუნებრივია. ხელოვნური ინტელექტი, ესე ვთქვათ, AI განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ხელოვნური ინტელექტის უნიკალურ შესაძლებლობების განათლებაში, იმიტომ რომ როგორც მოგხსენებათ, ხელოვნური ინტელექტს ერთი კონკრეტული მიმართულება არ აქვს და ფაქტობრივად მოიცავს ყველა იმ სფეროს, რასაც ვცხოვრობთ, შეიძლება ესე ვთქვათ. ბოდიში საყვარელო რომ გაწყვეტინეთ. ეხლა პირველ სლაიდზე გაქვს თუ გადადიხართ, რომ დავაზუსტო? აი შესავალი ციფრული ტრანსფორმაცია განსხვავებული. ხო არ გაიჭედათ ხო არა, უბრალოდ საუბრობს ხო. ხო, იმდენ საინტერესო იყო, მადლობა და ბოდიში. რა ზბრძანებთ. დიახ, მადლობა პირიქით. ეხლა გადავედი სლაიდის ჩანს, ხო? ციფრული ტექნოლოგიები. კი, სლაიდი ჩანს, კი. კი. უბრალოდ ვცდილობ, რომ ბევრი ვისაუბრო იმისთვის, რომ მრავალი მნიშვნელოვანია, კი. უბრალოდ ვიფიქრე ხო არ გაიჭედა შემდგომი სლაიდი. ხო და კი ბატონო. დიახ, კომპიუტერ ტექნოლოგიების სკოლაში ეს არის ესე ვთქვათ, არა, ეხა სლაიდი არ არის გადასული. სავარაუდოდ მართლა ის აქვს პრობლემა. შეცვალეთ ხო სლაიდი? არა, შესავალს ვაკეთებდიო, ეხა ვკითხე და არა, კომპიუტერ ტექნოლოგიების სკოლაში ჩანს თქვენთან? არა, არ ჩანს. არა, არ გადასულა მაი. ხო. მოდი, აი всё. აი ეხლა გამოჩნდა. ესე იყოს მასში ჯობს, ხო? კი. ეხლა თქვენი იმოძრაობს. დიახ, უკაცრა. აბა ერთი კიდე გადადი მაიკო რომ დავტესტოთ. ეხლავე შემოძვირფასო. ნებისმიერზე. ეხლავე ზვირფასო. აი მაგალითად გამოჩნდა? კი, უკვე ჩანს, კი ბატონო. ოკეი.
კარგით, მადლობა. ესე იგი, ინტერნეტი და ელექტრონული წიგნები, რომ ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესში, ეს არა ახალია, ასე ვთქვათ და ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ინფორმაციის შეუზღუდავი წვდომა სასწავლო მასალების ციფრული ფორმატში ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ მოგეხსენებათ, ესე ვთქვათ, სხვა ინფორმაციულ ესე ვთქვათ, არეალში ვცხოვრობთ და შესაბამისად საგაკვეთილო პროცესში მისი მისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა დამითანხმებით თქვენ, ჩვენი თაობა ცოტა მოწყვეტილი იყო, ესე ვთქვათ, როგორც ლიტერატურას, ასე ესე ვთქვათ, მატერიალური სახით, ელექტრონული სახით, ხო, საერთოდ და საერთოდ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაც და ძალიან ესე ვთქვათ, კარგადაც პასუხობს, ესე ვთქვათ, საგაკვეთილო პროცესში, ესე ვთქვათ, სკოლა ამ გამოწვევებს, რასაც ქვია ინტერნეტით სარგებლობა, ელექტრონული წიგნებით სარგებლობა და სხვადასხვა ციფრული, ესე ვთქვათ, რესურსებით სარგებლობა, ხო? ესე ვთქვათ, საგანმანათლებლო პლატფორმები, ონლაინ კურსები, ვიდეოები, ლექციები, სავარჯიშოები ძალიან, აი მაგალითად ხანის აკადემია და სხვადასხვა, ესე ვთქვათ, მაგალითად ჯეულაბიც, ძალიან ბევრი ორგანიზაცია უკვე ატარებს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც არის, ესე ვთქვათ, ჩართული ეს ბავშვები, ან შეუძლიათ ის ელექტრონული რესურსები, რომლებიც ეს ორგანიზაციები, ესე ვთქვათ, ქმნიან, გამოიყენონ საგაკვეთილო პროცესში, ესე ვთქვათ, რელევანტურად. ვფიქრობ, რომ სპეციალური პროგრამები, რომლებიც აუმჯობესებს კითხვას, წერას, მათემატიკას და სხვა საგნებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედაც ესეთი ელექტრონული რესურსები ავითარებს ამ უნარებს, ესე ვთქვათ, ბავშვებში. ტექნოლოგიების ძირითადი მიზნები, ესე ვთქვათ, განათლებაში არის, ესე ვთქვათ, სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის უკეთეს გამოცდილებას თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებით. ეს არის შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალური მიდგომა შეძლოს, ასე ვთქვათ, როგორც მასწავლებელმა, ისე მოსწავლემ, ესე ვთქვათ, სხვადასხვა საკითხების მიმართებაში, ამ შემთხვევაში მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გეგმების და რესურსების შექმნა შეუძლია, როგორც მასწავლებელს, ესე ვთქვათ, და ჩართულობის ზრდასაც უზრუნველყოფს, პარალელურად, რომ აი მაგალითად მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება, ინტერაქციული და საინტერესო მასალებით გახდეს, ასე ვთქვათ, შესაძლებელი, ხო? აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად დავინახოთ ესეთ ჭრილში რა არის ხელოვნური ინტელექტი და მაინც აქამდე მივდივართ, იმიტომ რომ კი ჩვენ ვიყენებთ ყოველდღიურობაში ელექტრონულ რესურსებს, გნებავთ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებულ სხვადასხვა რესურსებს, მაგრამ იდეაში მაინც ეხლა არ ვიცი ბოლო პერიოდში, მაგრამ შემხვედრია მასწავლებლები ჩემი ექსპერტობის პერიოდში, რომელიც განსაკუთრებით სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, რომლებიც უფრთხოდნენ ცოტათი ამ ხელოვნური ინტელექტს, დღესაც უფრთხიან და უბრალოდ სწორად მიწოდება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უფრო მეტი მზაობა გამოხატოს მასწავლებლებმა, რომ დაანერგონ ესე თამამად და საინტერესოდ და ესე ვთქვათ, ეს მათთვის რაღაც დამატებითი სასწავლო ის კი არ იქნება, ესე ვთქვათ, ტვირთი პირიქით ხელშესაწყობი, ესე ვთქვათ, ხელშემწყობი მექანიზმი იქნება, რომ აი თავისი სათქმელი საგაკვეთილო პროცესში უფრო მარტივად მიიტანოს ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული რესურსებით, ხო? ან თავად ბავშვები ჩართოს ამ პროცესში და ბავშვებს დააგენერიროს, იმიტომ რომ ხელოვნური ინტელექტი არის ტექნოლოგია, რომელიც კომპიუტერებს საშუალებას აძლევს ისწავლონ, გაანალიზონ მონაცემები, მიიღონ გადაწყვეტილებები ადამიანის ჩარევის გარეშე. ის ცვლის ჩვენს ყოველდღიურობას სხვადასხვა სფეროში, განათლების ჩათვლით, როგორც აღნიშნე, ყველა ესე ვთქვათ, სფეროს მოიცავს ხელოვნური ინტელექტი. AI მასწავლებლებისთვის გაკვეთილის დაგეგმვიდან პროგრესის მონიტორინგამდე შეუძლიათ გამოიყენონ ეს ხელსაწყო და გაიმარტივონ კი არა, უბრალოდ გაიუმჯობესონ ის, ესე ვთქვათ, პროდუქტიულობა, რაც შეიძლება გაამდიდრონ თავიანთი საგაკვეთილო პროცესის ესა თუ ის თემატიკა, ესე ვთქვათ, ხო? აი მაგალითად, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გაკვეთილის
დაგეგმა, ხო? AI ხელსაწყოები ეხმარება მასწავლებელს სასწავლო გეგმის სწრაფად შედგენაში და გაკვეთილის შინაარსის ოპტიმიზაციაში. სანამ ხელოვნური ინტელექტი და ელექტრონული რესურსები არ არსებობდა, დამერწმუნებით, რომ იგივე, ესე ვთქვათ, სკოლის შენობაში მოქმედ მასწავლებელთან თავის კოლეგასთან უწევდა რაღაც ერთობლივი, ესე ვთქვათ, გამოცდილების გაზიარება, მაგრამ დღეს უკვე ფართოდ უმოკლეს დროში, მაშინ როდესაც გვჭირდებოდა რაღაც თვეები და წლები რაღაცის გასაანალიზებლად და ესე ვთქვათ, დასანერგად, დღეს უკვე იმდენად სწრაფი გახდა ეს პროცესი, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ეს შეგვიძლია ჩვენ წუთებში გავაკეთოთ, ხო? და ძალიან ესე ვთქვათ, პროდუქტიული ვიყოთ ამ მიმართულებით, მაგალითად, გაკვეთილის დაგეგმვის თვალსაზრისით, ხო? აი, მაგალითად, დავალებების გენერაცია, ხო? AI საშუალებით შეუძლია შექმნას მრავალფეროვანი ინდივიდუალურად მორგებული დავალებები მოსწავლეებისთვის, ხო? პროგრესის მონიტორინგი შეუძლია. აქვე AI ანალიზებს მოსწავლეთა მიღწევებს, აწვდის მასწავლებლებს დეტალურ ინფორმაციას მათი პროგრესის შესახებ, ხო? აქედან გამომდინარე, აი AI-ის გამოყენება გაკვეთილზე მაგალითად, აი ერთ-ერთი მაგალითად შეიძლება ითქვას ძალიან ბევრი მიმართულებით, როგორც მოიხსენებათ შეუძლია გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ აი პირობითად რო ჩამოვთვალოთ, ხო? აი მაგალითად პრეზენტაციის შექმნა, ხო? AI შეუძლია შექმნას ვიზუალურად მიმზიდველი ინფორმაციული პრეზენტაციის დროს მოკლე მონაკვეთში და გამოგიტყდებით აქვე ჩემო ძვირფასებო, რომ ეხა თქვენს წინაშე რა პრეზენტაციაც მაქვს, ეს არის ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული, ეს ვიზუალი, ეს არ არის Canvas-ში შედგენილი პრეზენტაცია, თუმცა ძალიან ხშირად ესე ვთქვათ ვიყენებ Canvas და Canvas-შიც არის AI, თუმცა აბსოლუტურად სხვა ხელოვნური ინტელექტს აქვს, ესე ვთქვათ, დაგენერირებული ეს პრეზენტაცია და ნათელი მაგალითი ვარ მოკლედ მე ამ შემთხვევაში. თემები და რეკომენდაციები სთავაზობს შესაბამის და საინტერესო თემებს გაკვეთილებისთვის მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, ხო? მაგალითად, გრაფიკული მასალების შექმნა შეგვიძლია, ხო? ეს საშუალებით შესაძლებელია უნიკალური გრაფიკული მასალების, დიაგრამების, სურათების გენერირება, რაც გაკვეთილს უფრო მიმზიდველს ხდის დამეთანხმებით თითოეული თქვენთაგანი. AI მოსწავლეებისთვის ახლა ძირითადად ზედაპირულად შევეცადე მიმოეხილა მასწავლებმა როგორ შეიძლება AI გამოიყენონ და ეს უფრო კომპლექსური და სიღრმისეული თემაა, მაგრამ ახლა ამ პატარა ფორმატის ფარგლებში მიმოხილვა შეიძლება დავარქვათ, ხო, ამ ყველაფერს. AI მოსწავლეებისთვის სწავლის ახალი შესაძლებლობებია, ხო? აი AI მოსწავლეებს ეხმარება ინფორმაციის ათვისებაში, დავალების დაგეგმაში, სწავლის პროგრესის გამარტივებაში, ინფორმაციის ძიებაში, მაგალითად AI შეუძლია სწრაფად იპოვოს და ამუშავოს დიდი ოდენობით ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან, ხო? ტექსტის შეჯამება და თარგმნა, მაგალითად, მოსწავლეს შეუძლიათ AI გამოიყენოს რთული ტექსტის შესაჯამებლად, ანუ უცხო ენიდან თარგმნოს დავალებების გაგება, AI-ის საშუალებით მოსწავლეს შეუძლიათ უკეთ გაიგონ დავალების მოთხოვნის მიიღონ დახმარება მათ შესრულებაში, ხო? მაგრამ აი პრაქტიკაში მქონია სხვათა შორისო, დღეს ერთ-ერთი გამოწვევა დამეთანხმებით არის ის, რომ აი ბავშვები ხელოვნურ ინტელექტს დავალებებს ეკითხებიან და მოაქვთ არაადეკვატური პასუხები მარტივად რო ვთქვათ, ხო? და მასწავლებლების მთელი ის რა ქვია, მდგომარეობს ესე ვთქვათ კრიტიკა მოსწავლების მხრიდან, რომ არაადეკვატური პასუხებია კითხვებზე, ხო, დავალება რომელიც მისცა მასწავლებელმა. და აქ აგრძალვა არ არის გამოსავალი. გამოსავალი არის სწორი მიმართება, როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი, ხო? იმიტომ რომ დღეს მოიხსენებათ ბატონი სანდრო ასათიანი საუბრობს ხოლმე ხშირად და მიყვარს მისი მოსვენა და ამბობს, რომ აი არის პროფესიები, რომლებიც გაქრნენ და არის პროფესიები, რომელიც გაჩნდა, ხო? ჩვენ მოსწავლეებს ამისი აკრძალვა კი არ უნდა გავუკეთოთ, პირიქით, უნდა დავანახოთ სწორ პრიზმაში, მაგალითად, როგორ შეიძლება
შეუძლება სწორად ვეკომუნიკაციოთ ხელოვნურ ინტელექტს. აი მაგალითად ფრონტების ინჟინერია უკვე არის საუბარი იმაზე, რომ ერთ-ერთი პროფესია იქნება, ანუ როგორ დაუცვათ შეკითხვა სწორად ხელოვნურ ინტელექტს, ხო? შესაბამისად, ამ მიმართულებით თუ განუვითარებთ ჩვენს ბავშვებს, ესე ვთქვათ, უნარებს, უფრო ჩემი მოგზაურებული აზრით უმჯობესი იქნება, ხო? შესაბამისად, AI-ის პრაქტიკული გამოყენება მოსწავლეებისთვის, აი ეს ზუსტად ეხლა ChatGPT-ზე საუბრობდი დავალებების გენერირების შესახებ, აი კოდის გენერაციაც კი შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც ძალიან ბევრი რესურსი გაჩნდა უკვე ხელოვნურ ინტელექტის მიერ, რომელიც აი მაგალითად პროგრამისტების მიერ დაწერილი კოდი, აი მაგალითად თუ სჭირდებოდა პროგრამის, რომ კოდი დაეწერა, პირობითად ვიძახი ერთი კვირის განმავლობაში, მაგალითისთვის ვიძახი, ეხლა ეს შეუძლია რაღაც არ ვიცი, წუთებიც არ უნდა წამებიც და ამის ნათელ მაგალითს ეხლა მე თქვენ გაჩვენებთ, როგორ შევქმენი ხელოვნური ინტელექტის ბოდიში ისმის ჩემი ხმა, ხო? კი, კარგად გვესმის. მადლობა. აი როგორ შეუძლია ქალბატონო მაია, გამოსახულებას ვეღარ ვხედავთ. კამერა გაქვთ ხო ჩართული, მაინც გადაამოწმეთ, აბა. ბოდიში არ ვიცი, იმიტომ რომ ჩემი კამერა არ არის ჩართული. ეხლა ხედავთ ჩემს პრეზენტაციას? ჩანს უბრალოდ მაიკო, შენ აღარ ჩანხარ და აღარ შეგაწყვეტინეთ, იმიტომ რომ თვითონ მე პირიქით კამერა ცუდი მაქვს და არც მინდა რომ ჩანხარ. კი ბატონო. კარგი, შენ ბოდიში სხვა ყველაფერი კი. მადლობა. ხო, კოდის გენერირებაზე ვსაუბრობდი სწორედაც და ამისთვის ნათელ მაგალითს გაჩვენებთ, თუმცა დღევანდელი შიშები იმისა, რომ მაგალითად აი პროგრამირებაში, აი მაგალითად დავალების მომზადებაში, კოდის შექმნაში, ენის სწავლების მეთოდოლოგიაში, ეხლა რაც აქ პრეზენტაციაშია მოყვანილი მაგალითის სახით, ხო? ეს შეიძლება ისე ვთქვათ აი ამ პროფესიის ადამიანები შიშები არსებობს ეხლა ჩვენს ირგვლივ საზოგადოებაში, რომ შეიძლება ამ პროფესიის ადამიანები ჩაანაცვლონ. არავითარ შემთხვევაში ვერ ჩაანაცვლებენ, თუმცა არის რაღაც პროფესიები, რომლებიც სამწუხაროდ გაქრება და გამქრალა და დაბადებულა ახალი პროფესიები, მაგრამ აი პირობითად ვიძახი ხე კოდის გენერირებით პროგრამისტი როგორ გაქრება, ვერანაირად, იმიტომ რომ ეს კოდი არის ლოგიკაზე აგებული ურთიერთქმედება, რომელიც შესაბამისად უნდა მოხდეს პირობითად ვიძახი ფრონტის და ბექის დაკავშირება. ბექის კოდი შეიძლება ცალკე დააწერინო და დრო მოიგო, ესე ვთქვათ, უბრალოდ მე იმის თქმა მინდა, რომ უბრალოდ რელევანტურად შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას შევხედოთ და არა ჩამნაცვლებას ჩვენი პროფესიისა. AI-ის დადებითი მხარეებზე ვისაუბრეთ, მოდით უარყოფითზე ძალიან მცირეს ვისაუბრეთ, იმიტომ რომ იმდენად შეპყრობილი ვარ ამ AI-ის სიყვარულით, რომ მოკლედ სულ დადებითზე ვსაუბრობ. დროის დაზოგვა, როგორც მოგიხსენებათ, აი მაგალითად AI ავტომატიზირებას რიტმულ ამოცანას უწევს, ესე ვთქვათ, რაც მასწავლებლებს მეტ დროს უტოვებს მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობისთვის, ინფორმაციის სწრაფი მიღება, მოსწავლეებს შეუძლიათ ყისიერად მიიღონ წვდომა საჭირო ინფორმაციაზე და რესურსებზე და ინდივიდუალური სწავლება. AI ქმნის პერსონალის სასწავლო გამოცდილებას, რომელიც მორგებულია თითეული მოსწავლის საჭიროებასა და ტემპზე. მოგეხსენებათ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ შეგვიძლია ჩვენ ყველა საგანში განსაკუთრებით კი არა და მათ შორის, ესე ვთქვათ, კომპიუტერულ ტექნოლოგიებშიც გვაქვს, ესე ვთქვათ, სამიზნეებები და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები, ანუ სტანდარტი, რომელთან მიმართებაშიც თემის ფარგლებში შეგვიძლია, რომ აი ეს დაგენერირებული რესურსები, მასალები თუ სხვადასხვა მიემართებოდეს სწორად და რელევანტურად იყოს საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული. ეხლა უარყოფითი მხარეები აქ არ მithქვამს, მაგრამ აქვე გეტყვით იმას, რომ ციფრულ სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია ციფრული წიგნიერება ჩვენი სტანდარტის მესამე ნაწილი სწორედ იმას განიხილავს, რომ ესე ვთქვათ, ჩვენი სივრცე უნდა იყოს პირადი სივრცე დაცული და უნდა გაუფრთხილდეთ პერსონალურ ინფორმაციას. ეს ძალიან ფართო თემაა და აქ ეხა ამაზე არ ჩავშლი, მოკლედ ამ თემას აღარ ჩავშლი. შესაბამისად, ჩემ კი აღვნიშნე კიდე
იმედს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართ მაქვს დიდი ინტერესი და მეც ესე ვთქვათ, წარმოგიდგენთ ახლა აქ სკრინების სახით ჩემს ნამუშევრებს სხვათა შორის, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი პროფესია არის ფსიქოლოგია, რომელიც ცოტა ფილოსოფიით ვარ გატაცებული და შესაბამისად ფროიდის შევაქმნებინე, ესე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტს დავაგენერები ტექსტი, ფროიდი ავალაპარაკე, ესე ვთქვათ, რომ ყოფილიყო 22 საუკუნეში, ესე ვთქვათ, რას იტყოდა ჩვენზე და აი სინემონაკვეთი არ ვიცი თუ ალბათ გაინტერესებს. ისმის ხმა. მე როგორც ფროიდი მეცხოვრა 22 საუკუნეში რამოდენიმე პრინციპად ჩამოგიყალიბებთ. პირველი, მიღწევები ნეირომეცნიერებაში. ფროიდის თეორიები დიდწილად ეყრდნობოდა ფსიქოანალიზს, რომელიც იკვლევს არაცნობიერ აზრებს და ბავშვობის გამოცდილებას. 22 საუკუნეში ნეირომეცნიერებისა და თვინის ვიზუალიზაციის ტექნოლოგიებში სავარაუდო მნიშვნელოვანი წინსვლის გამო. ფროიდმა შესაძლოა ეს აღმოჩენები გააერთიანა თავის თეორიებში. მან შესაძლოა ხაზი გაუსვას თვინის ქიმიას, ნერვულ გზებსა და ფსიქოლოგიურ მოვლენებს შორის ურთიერთკავშირს. მეორე კულტურული და სოციალური ცვლილებები. ფროიდის იდეებზე გავლენა მოახდინა მისი დროის კულტურულმა და სოციალურმა ნორმებმა. 22 მოკლედ ცოტა ცელია და აღარ შეგაწყენთ თავს იდეა კი გაიგეთ ამ ხელოვნური ინტელექტისა, მოკლედ ამ რესურსისა, ხო? შემდეგ აი წეგან საუბრობდი ზუსტად კოდის აი თუ არ ხარ ესე ვთქვათ სწორედ აი რატომ აქვს იცით ჩემი ნამუშევრები აქ წარმოდგენილი და ბავშვებისაც გაჩვენებთ ბუნებრივია რომ მე და ბევრი ვიყოთ мотиваცია მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის რომ მე თუ არ ვიცი მაგალითად პროგრამირება უწი როგორ იყო ხო მთელი გუნდი იყო საჭირო იმისთვის რაღაცა ვიზუალი შეგექმნა ესე ვთქვათ აპლიკაციისთვის შეგექმნა ესე ვთქვათ ისა რა ქვია სეგმენტის განსაზღვრა ბუნებრივია მაგრამ ესე ვთქვათ ვიზუალი შეგექმნა კონტენტი შეგექმნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამას სჭირდებოდა მთელი გუნდი, ხო? ეხლა მთავარია მხოლოდ და მხოლოდ იდეა, რა გინდა რომ შენ შექმნა და შემდგომ არ ჭირდება შენ არანაირი ესე ვთქვათ მთელი გუნდი იმისთვის რომ შენი იდეა აქციო ესე ვთქვათ პროდუქტად, ანუ რეალობად, ხო? აქ კალორიის ესე ვთქვათ შექმნილი აპლიკაცია შექმნილი, რომელიც ეს სატესტო რეჟიმში QR კოდი აქვს, თუმცა შეგიძლია რომ Play Store-ზე და App Store-ზე ატვირთო და სატესტოდ გამოიყენონ ადამიანებმა და შემდგომ არა მარტო სატესტოდ, სრულიად გამართული აპლიკაცია, წმინდა კოდზეა დაწერილი და დაწერა Rock AI, რომელიც მთლიანად აი ფრონტების, ბრძანების საშუალებით, სწორად გაწერილი ფრონტებით მივიღე ის პროდუქტი, რაც მე მინდოდა რომ მიმეღო, ესე ვთქვათ, პროდუქტის შემთხვევაში, რომ გამოიყენებინათ ადამიანებს. ეხლა ეგ შევქმენი, აი ნახეთ, ხელოვნური ინტელექტი არის აქ, რომელიც მობაილ აპლიკაცია და შენი განწყობის მიხედვით შეგიძლია დააჭირო ღილაკს ხელი და ესე ვთქვათ ამოგიგდოს ის ხასიათის მიხედვით ესე ვთქვათ სიმღერები ან უბრალოდ შენ თავად შეაქმნებინო ამ აპლიკაციას ესა თუ ის სიმღერა ერთი სიტყვით, ხო? ასევე ეს არის აი ეს გადავაქართული უბრალოდ აქ არ მაქვს მასწავლებლის ხელოვნური ინტელექტი, ასისტენტი, რომელიც სწორედ აგენერირებს საგაკვეთილო გეგმებს, ესე ვთქვათ, რესურსებს და ასე შემდეგ. ეს ვიზუალი არის ჩემი აწყობილი WordPress-ში, რომელიც ChatGPT-თან არის დაკავშირებული, უშუალოდ ჩემი ჩარევით და აქვე WordPress-ში არის კოდი ჩადებული ჩემს მიერ, რომელიც აი მაგალითად თუ ამ ღილაკს დააჭერს მასწავლებელი, შედის ესე ვთქვათ chatbot-ში და chatbot-ზე მაქვს ესეთი ბრძანება კოდის საშუალებით მიცემული, რომ დესაც შეკითხვას დაგისვამს მასწავლებელი, იაზროვნე და პასუხი გაეცი როგორც მასწავლებელმა. ანუ რო არ დაჭირდეს შემდეგი ფრონტების გაწერა, რო არ მასწავლებელი და მინდა ასე ეს, რომ ფრონტის ინჟინერია ჯერჯერობით არ არის პრაქტიკაში შემოტანილი, ხო? ხელოვნური ინტელექტის კლუბი შევქმენი ჩემ სკოლაში და ელექტრონული წიგნები ითინინგის პროექტის ფარგლებში გავაკეთეთ. აქ თქვენ ხედავთ 5 ქართულ და 5 ინგლისურ ენოვან წიგნებს შექმნილს, რომელიც წიგნის ვიზუალიდან დაწყებული
შიგ მოცემული ილუსტრაციებიც და თავად შინარსიც იყო მითოლოგიური პერსონაჟების დაახლოებით უნდა შეექმნა ხელოვნურ ინტელექტს ესე ვთქვათ ზღაპარი ან ზღაპრის მიხედვით უნდა შეექმნა ილუსტრაციები და შემდგომ გავკინძეთ ესე ვთქვათ წიგნად რომელიც შევკარეთ 5 წიგნად და შესაბამისად გამოვიდა დაახლოებით ესეთი ვიზუალის წიგნები ეხლა ბევრი დასათვალიერებელი იყო მასალა მაგრამ აღარ გამოვიტანე აქ შესაბამისად ჩვენ გავიარეთ როგორც ეროვნული ხარისხის ნიშანი ასევე საერთაშორისო ხარისხის ნიშანიც მოვიპოვეთ აქ 4 ქვეყანა მონაწილეობდით და საქართველოსთან ვიყავით 4. მოკლედ შევეცადე საინტერესო წარმომედგინა ჩემი თემა არ ვიცი რა გამოვიდა მაგრამ ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის მაი უღრმესი მადლობა პირიქით შენ აი დასაწყისში დაგავიწყდა აღგეღვნიშნა რომ შენ ტექნოლოგიების ექსპერტიც ხარ და ამით უნდა დაგეწყო მომერიდა აღარ დავიწყოს არაჩვეულებრივი მოხსენება იყო მოხსენება და მეტი მოხსენებაზე ანუ ფაქტობრივად მინი ლექცია იყო ძალიან საინტერესო ხელოვნური ინტელექტის შესახებ და ვიცი აი ნამდვილად სწორი აქცენტები იყო დასმული აი ძალიან მომეწონა კოდის ანუ კოდირების ნაწილშიც AI-ს როგორც დამხმარე ინსტრუმენტად გამოყენება და სხვათა შორის ახალ სტანდარტში როდესაც დამტკიცდება ერთ-ერთი თემა უბრალოდ ამ კოდირებაში არის ეგ რომ სწორად გამოვიყენოთ თუნდაც კოდის გენერაციისას და აი როგორც შენ აღნიშნე რეალურად იმ საქმეს უნდა იცნობდე რომ თუნდაც ისნახო სად დაუშვა შეცდომა ხელოვნურმა ინტელექტმა ან როგორ მივცეთ სწორი მიმართულება ან როგორ მივცეთ თუნდაც სწორი დავალება ან როგორ გავაუმჯობესოთ და ასე შემდეგ და ეს კიდე ორმა გაზრდის ამ სააზრო უნარებს ანუ ერთის მხრივ კოდირება ისედაც უნდა იცოდნენ მოსწავლეები მაგრამ AI-ს როგორც დამხმარე ინსტრუმენტად გამოიყენებენ რომ დრო დაზოგონ და უბრალოდ რუტინა აღარ იყოს მაგალითად ეს პროცესი. სხვა მხრივ ეს სააზრო უნარები და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ისევ ჩართულია და ძალიან კარგი იყო ასევე მასწავლებლების კუთხითაც როგორ შეგვიძლია ეფექტურად გამოვიყენოთ ისედაც მცირე დრო ხო იმიტომ რომ თავისუფალი დრო მასწავლებლებს ფაქტობრივად აღარ აქვს. უღრმესი მადლობა მაიკო, აი ძალიან საინტერესო იყო შენი მოსმენა და მოკლედ ძალიან გვიხარია რომ შემოგვიერთდით და გამონახე დრო.